20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ამჯერად ჩვენ შეკითხვებს პოლიტიკური გაერთიანება გირჩის დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი უპასუხებს. ვახტანგ მეგრელიშვილი ერთ-ერთია, ვინც გვარამია ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერში ფიგურირებს. ბატონო ვახტანგ, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დროა ესეთი მძიმე დღის შემდეგ. ბატონო ვახტანგ, ვიდრე ვისაუბრებ ჩანაწერის შინაარსზე, თქვენი პოზიცია მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში შედიოდა ამ საუბრის ჩაწერა და შემდეგ გამოქვეყნება? მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. ჩემი აზრით, ზოგადად ამ ტიპის ჩანაწერის, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, შედის ორივე, ისე ვთქვათ, დიდი პარტიის, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების ინტერესებში, ვინაიდან ისინი უკვე ბოლო, ერთი რამოდენიმე კვირა ერთმანეთს ასწრებენ, როგორ დააბრალონ ჩვენს გაერთიანებას, ჩვენს ბლოკს მოწინააღმდეგი, ასე ვთქვათ, თამაში მონაწილეობა. ბიზნეევანიშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვართ ნაციონალებზე, რაღაც ელიტური ნაციონალები თუ რაღაც მსგავსი, ნაციონალები ამბობენ, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ბიზნეევანიშვილისგან მართული ძალა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ძალის მნიშვნელობას ამ არჩევნებზე, ამ რეალობაში, რაც დღეს არის, იმიტომ რომ მსგავსი ორმხრივი შეტევა მე მგონი არც ერთ პარტიაზე საქართველოში დღესდღეობით არ ხორციელდება. მეორე საკითხია, რომ ვისაც არ უნდა აწყობდეს ამ ტიპის ჩანაწერების კეთება და გამოქვეყნება, ამას არ აქვს დღევანდელ შემთხვევასთან პირდაპირი კავშირი. ეს არის ერთნიშნულოვნად ხელისუფლების პასუხისმგებლობა და გეტყვით არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვათ მე რაღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი გააკეთა სუსმა, არამედ ეს მეორეს მხრივ თუ ეს ასე არ არის, ეს აჩვენებს მის უნარობას, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული და ეს ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულია, თუ ვინ გააკეთა, მას არ შეუძლია მსგავსი დანაშაულის აღკვეთა და პრევენცია. ანუ ვინაიდან აქამდე არც ერთხელ არ ყოფილა გამოვლენილი და დასჯილი ასეთი დანაშაულის ჩამდენი, ეს ფაქტობრივად ავტომატურად იწვევს ხელისუფლებაზე ეჭვს, მოდი ასე ვთქვათ. შესაბამისად, ამ ნაწილში თავის გასამართლებელი არც ერთ შემთხვევაში არაფერი არ აქვს ხელისუფლებას, ამას გულისხმობთ. ბატონო ვახტანგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, სუსმა უკვე გაავრცელა ამ საკითხთან მიმართებაში განცხადება. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია და თქვენი თანაგუნდელები გეგმავენ თუ არა სამართალდამცველებთან ამ საკითხთან მიმართებაში თანამშრომლობას. ჩვენი თანაგუნდელები ზოგადად კანონმორჩილი ადამიანები ვართ ყველანი და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვითანამშრომლებთ საგამოძიებო ორგანოებთან თუ რამეს მათ ეს შესძენს. უბრალოდ მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი და არ მაქვს იმედი, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა ქართულ ისტორიაში, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი მსგავსი ვიდეო ჩანაწერი იქნება თუ აუდიო ჩანაწერი იქნება გამოძიებული და შესაბამისი ადამიანები იქნება. მე ძალიან გამიხარდება, რომ დასჯილი იყვნენ, რაც რა თქმა უნდა ცხადია, ხო, ვინ არიდებს თავს საგამოძიებო ორგანოებთან კანონის ფარგლებში თანამშრომლობას, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყველანი თანამშრომლებენ, თუ რამე შეგვიძლია ამ ნაწილში გავაკეთოთ. გასაგებია, ბატონო ვახტანგ. ნიკა გვარამიას განცხადებიდან წავიკითხავ ციტატას. გვარამია ამ ჩანაწერში პატა ბურჭულაძეს ეუბნება. ციტატა: ძალიან ნირწამხდარი ვარ, სათითაოდ დააწერეს თქვენმა თანაბლოკელებმა, რომ ოცნებასთან აპირებენ თანამშრომლობას. ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა და აყვა მთელი გირჩი, თუ ესაა კოალიციის გეგმა, ძალიან მწუხვარ. მაშინ ჩვენი დამოკიდებულება ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ხვალ გავაკეთებ უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ გეგმავს ეს ბლოკი ხელისუფლებასთან კოალიციას. მეგრელიშვილმა არ უარყო, რომ იდეების განხორციელებისთვის სამთავრობო პოსტებია საჭირო. გირჩი მეათე ხარისხოვანია. ბახო მეგრელიშვილი ჩემთვის არც მანამდე წარმოადგენდა ფასეულობას და არც მას შემდეგ. კახა ბენდუქიძემ ნაგვის ყუთიდან ამოიღო და მის მკვლელთან თანამშრომლობას რომ აპირებს. ეს არის ამუნარიდი ბატონო ვახტანგ გვარამიას საუბრიდან, როგორ აფასებთ თავად ფაქტს? როდესაც ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის გენერალური დირექტორი თქვენი ბლოკის ლიდერს პირდაპირ ეუბნება, რომ თუ თქვენი ბლოკი გეგმავს თანამშრომლობას ბიძინა ივანიშვილთან ან ქართულ ოცნებასთან, ეს მისთვის არის მიუღებელი და ასეთ შემთხვევაში რუსთავიორი შეიცვლის დამოკიდებულებას თქვენს ბლოკთან. ეს ვახტანგ მეგრელიშვილისთვის არის თუ არა მისაღები? თუ შეიძლება მომეცით საშუალება, რომ მოგიყვეთ მცირე ისტორია, რათა მაყურებლისთვის გახდეს მეტნაკლებად გასაგები თუ რა კომიკურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ეს გახდათ ის დღე, როდესაც ბლოკმა დაასახელა საპარლამენტო სია და ჩვენ დაახლოებით 15 ადამიანი, პოლსკი, რიჟა, ემილი ლუკა და ასე შემდეგ, ერთი 15-მდე გირჩელი წავედით ზახარ ზახარიჩში.
ხინკალს ველოდებოდით დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და ჩვენ რაღაც 2 წუთის ინტერვალით ტაბულას ჟურნალისტი გვირეკავდა. ჩემთან საუბარი იყო შემდეგი, რომ რაღაც იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში ჩვენი პარტია, ჩვენი გაერთიანება ითანამშრომლებდა თუ არა ქართულ ოცნებასთან. და სხვა ძალებიც იყო დასახელებული, იქ იყო დასახელებული ირმა ინაშვილის გაერთიანება. მე კატეგორიულად გამოვრიცხედავ თქვი კიდეც ამის შესახებ, რაც სიტყვასიტყვით ტაბულამ გადაწერა, ანუ დაწერა ტაბულას პოსტში იყო ეს ყველაფერი და მე ყველანაირად ვცდილობდი ამეხსნა ჟურნალისტისთვის, რომ ჩემთვის მტერი ამ ქვეყანაში არავინ არ არის. არც ნაციონალური მოძრაობა არ არის მტერი, არც ქართული ოცნება არ არის და ცხადი ამის საშუალება არ მქონდა რომ მე ამეხსნა მისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე დარწმუნებული ვარ ზვიად გამსახურდიას 100%-იან პატრიოტულ მიზნებში, თქვათ მისი მოქმედება და დარწმუნებული ვარ, რომ ზვიად გამსახურდია, მაგალითად საკუთარ სიცოცხლესაც შეწირავდა საქართველოს, მისი ყველა ქმედება და ის შედეგები, რომელიც მისმა ქმედებებმა მოიტანა, იყო პრორუსული. ანუ მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში იარლიყები კი არ უნდა მივაწებოთ რაღაც პოლიტიკურ ძალებს, არამედ უნდა ვიფიქროთ, რა შედეგს მოუტანთ ესა თუ ის მოქმედება ჩვენს ქვეყანას და ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის სასარგებლო იქნება ჩვენი მტრისთვის თუ ჩვენი მოყვარისთვის. ასეთი პოზიცია მაქვს მე პირადად ვახტანგ მეგრელიშვილს და არ მგონია, რომ ეს პოზიცია ვინმე არ გაიზიაროს. ანუ მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე სწორი პოზიცია, რა პოზიციითაც პოლიტიკოსები და შესაძლო მომავალში პარლამენტარები თუ ამაზე ქართველი ხალხის ნება იქნება, უნდა მიდიოდნენ პარლამენტში ერთმანეთთან სათანამშრომლოდ. და არა იმისთვის, რომ წინასწარ შევქმნათ რაღაც მტრის ხატები, ვითამაშოთ რაღაც ესეთი დაუმორჩილებელი რადიკალური ოპოზიციის როლი და ჩვენ თქვათ, რომ თუ ის რაღაცა ისე არ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენ არ ვიცი, არ დავსხდებით რუსთაველზე და დავაბინძურებთ იქაურობას. მე პირადად მსგავს ქმედებას არ ვაპირებ არასდროს. და ვაპირებ თითოეულ იმ საკითხზე. ცოტა შორის აი Facebook-ის საჯარო დისკუსიაში, რომელიც თქვენც შეგიძლიათ და მაყურებელსაც შეუძლია საჯაროა ეს ვოლით და წაიკითხოს, მე პასუხებს ვცემდი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში აი ეს საკითხი გადასახადების შემცირება, ჩემთვის მნიშვნელოვანია ნარკომანების თუ ნარკომომხმარებლების არ დასჯა და ციხეში არ გაშვება, ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში შემოვა დისკუსიაში, იმსჯელებს ამ საკითხებზე, ჩემთვის არის ჩვეულებრივი პარტნიორები პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგრამ ზუსტად ტაბულას ჟურნალისტის აი ესეთი დაჟინებული კითხვა, კი მაგრამ აი ამასთან ითანამშრომლებთ, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს რაღაცნაირად წინასწარ განზრახული იყო, რომ თუნდაც რამე ამნაგვარი მეთქვა, რომ არა მე რაღაც არავითარ შემთხვევაში ვის ინტერესში შედიოდა ბატონო ვახტანგ წინასწარ განზრახვაზე როდესაც საუბრობთ? ანუ ვის ინტერესში შეიძლება თქვა შედიოდეს გარკვეული გაუგებრობის შემოტანა თქვენსა და ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას? ხო და აი მაშინ ამ ნაწილს დავასრულებ, გადავალ შემდეგ ნაწილზე. ანუ შემდეგი ნაწილი იყო ის, რომ ბატონმა ნიკა გვარამიამ, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში, როგორც წეგან ვუსმენდი პაპავამ თქვა, გიორგიმ დაგვტაგა ბევრი ადამიანი და მათ შორის ძალიან შეურაცხყოფელი სიტყვები გამოიყენა, რომ ესო მართლა შენ თქვიო თუ არ თქვიო. ანუ აი ძალიან უზრდელი ფორმა იყო კომუნიკაციის, რადგან ალბათ სავარაუდო იყო, რომ რაღაც მე უნდა გამოსულიყავი მდგომარეობიდან და ანალოგიურად მეპასუხა, ანუ იმ პოსტის შესაბამისად მეპასუხა და შემდგომ იქვე მართლაც მიდიოდა დისკუსია, რომ რაღაც მე ხო პაატა ბურჭულაძესთან რაღაც დავრეკა და ეგრე სინამდვილეში ქვეყანაში რა ხდება? 25 დღით ადრე არჩევნებამდე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი 4 წლის ბედი, ტაბულას ჟურნალისტი ცდილობს, რომ რაღაცა სიტყვა გამოსძალოს ერთ-ერთ ადამიანს, რაღაც პოლიტიკაში ჩართულ ერთ ადამიანს. ამის შემდეგ ქვეყანაში უმსხვილესი მედია საშუალების დირექტორი აწყობს რაღაც ჯერ Facebook პანიკას და შემდგომში ურეკავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბლოკის ლიდერს და მას ატყუებს, პირდაპირ მნიშვნელობით ატყუებს, სრულად განსხვავებულ ინტერპრეტაციას ეუბნება, ვიდრე მე მაქვს ნათქვამი. მე ძალიან ვწუხარ, რომ პატა ბურჭულაძემ პირდაპირ მე არ დამირეკა, ჯობდა ასე გაეკეთებინა ჩემი აზრით
და ამის შემდეგ მთელი მედია თქვენ და დღეს ალბათ ყველა სატელევიზიო საშუალება ნაცვლად იმის რომ რაიმე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ლაპარაკობდეს მეკითხებით მე ზახარ ზახარიჩი როგორ ველოდებოდი 1 საათი ინკას როგორ შიოდა და ამ დროს ტაბულას ჟურნალისტს რას ველაპარაკებოდი იმ შეხვედრებთან და იმ წინასაარჩევნო ვითარებასთან და ასევე პროგრამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს ჩვენ შეხვედრა მათ შორის სტუდიაში თუმცა დღეს ეს არის აქტუალური თემა და სწორედ აქედან გამომდინარე მაინტერესებს როდესაც თქვენ საუბრობთ რომ ამ თემამ წამოიწია წინ კონკრეტული ადამიანების დახმარებით იგივე ახსენებთ ტაბულას ჟურნალისტს რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს იმის საშუალება რომ მისი კომენტარი ამ წუთში ვთქვათ მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. ფიქრობთ რომ თქვენი საუბრიდან გამომდინარე გამიჩნდა ესეთი შთაბეჭდილება რომ იგივე ნიკა გვარამია რომელიც არის დაახლოებული პირი ნაციონალურ მოძრაობასთან მსუბუქად რომ ვთქვათ სწორედ თქვენს ბლოკს მოიაზრებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სერიოზულ ოპონენტად. ცხადი, ამას მოიაზრებს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ ამას მოიაზრებს ქართული ოცნებაც და ზუსტად მაგას გავუსვი ჩვენი საუბრის დასაწყისში მე ხაზი, რომ მსგავსი სხვა შემთხვევა ამ ქვეყანაში მეორე არ გვაქვს. ეს რაზე მიუთითებს? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ორივე პოლიტიკური ძალა ჩვენ აღვიქვავს საშიშროებად, გარკვეულ, შეიძლება არ ვიცი, რაღაც სუფთა პრაგმატული პოლიტიკური მიზნები აქვს ამ თამაში, რომ ხმების რაღაცა რაოდენობა ამან არ წაიღოს და ასე შემდეგ ეს ამის ანალიზში მე არ შევალ, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე პოლიტიკურ ძალას ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება აწყობს და მე როდესაც ვსაუბრობდი თემებზე, საუბარი თუნდაც ერთი დღის დაკარგვა ასეთ აბსურდზე მე მეჩვენება ძალიან დიდ დანაშაულს. ჟურნალისტებს ბატონო ვახტანგ თქვენ და სამწუხაროდ ეს ჩანაწერი და შინაარსი მისი მათ შორის ბუნებრივი აბსურდად არ მიგვაჩნია. მე დაგიცვით შეკითხვა რომელზეც ვერ მივიღე პასუხი, ამიტომ ბატონო ვახტანგ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. როგორ აფასებთ თავად ფაქტს როგორ აფასებთ, როდესაც ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის გენერალური დირექტორი თქვენი ბლოკის ლიდერს პირდაპირ ეუბნება, რომ თუ თქვენი ბლოკი გეგმავს თანამშრომლობას ბიძინა ივანიშვილთან ან ქართულ ოცნებასთან ეს მისთვის არის მიუღებელი და ასეთ შემთხვევაში რუსთავირო შეეცვლის დამოკიდებულებას თქვენს ბლოკთან. მე ამას შესაძლოა კომენტარი დღეს უკვე ვთქვი. მე ვთქვი ესეთი რამე, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც თავისუფალი ბაზარი არის პრიმატი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი, კერძო ტელევიზიისგან მე ვუშვებ ნებისმიერ მოქმედებას, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისადმი αφილიაციას, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას, ასეთი ტელევიზიები არსებობს, მაგალითად თუნდაც თქვენ ან რაღაცა ის რო არის რაღაც ირმა ინაშვილს რო უჭერს დამავიწყდა იმ ტელევიზიის სახელი, რომელიც აი პირდაპირ მუშაობს. ანუ ასეთი ტელევიზიები საქართველოში არსებობს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თავარი ასეთი არ იყოს სახელმწიფო ტელევიზია, ნიკა გვარამიას აქვს სრული უფლება, რაც უნდა ის გააკეთოს. ბატონო ვახტანგ, ჩვენი გენერალური დირექტორი ნამდვილად არ ურეკავს მით უფრო პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და ნამდვილად არ აძლევს დირექტივებს, სხვა თუ არაფერი. ამის შესაძლებლობა პროდიუსერები, რომლებიც უკაცრავად, რომლებიც პატიჟებენ და კონკრეტული გადაცემის თემის საკითხზე უთანხმდებიან სტუმრებს. მხოლოდ ეს არის და ეს ისეთივე ზარები ხორციელდება, როგორც ეთიკის სტანდარტის თემა შეიძლება იყოს, მაგრამ ამას არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ აქვს. ანუ ნიკა გვარამიას შეუძლია კონდეს საკუთარი აზრი. დიახ. ბატონო ვახტანგ, ანუ თქვენი შეფასებიდან გამომდინარე, ეს არ არის არც ულტიმატუმის ენა და არც დირექტივა. სწორად გავიგე. იცით რა არის? ნიშნები ყოველ შემთხვევაში ამის ნიშნები თქვენ ვერ დაინახეთ. გამიჭირდებოდა ამის შეფასება. მინდა გითხრათ, ახლა სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად ვიქცევით, ხო? ანუ ახლა ჩემ შემთხვევაში მე როგორ რეაქციას მოვახდენდი ამ ტიპის საუბარზე, ანუ ეს სხვა არის, მაგრამ მეორეა, როგორც ახლა მაგალითად მე ზუსტად ამ ოფისში გავიგე, რომ მაგალითად ბატონ პაატას და ნიკას რაღაც მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. შესაბამისად, ამ ურთიერთობის ნიუანსები მე არ ვიცი და შესაბამისად არ შემიძლია ვიმსჯელო ამ საკითხს. გასაგებია, მე კიდევ ერთი ციტატა მინდა წაგიკითხოთ, თუ ესაა კოალიციის გეგმა ძალიან მწუხვარ, მაშინ ჩვენი დამოკიდებულება ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ხვალ გავაკეთებ უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ გეგმავს ეს ბლოკი ხელისუფლებასთან კოალიციას. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, ამას ამბობს ნიკა გვარამია თავის მხრივ. პაატა ბურჭულაძე ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმართლებს თავს, ამბობს, რომ დაელაპარაკება თანაგუნდელებს და გვარამიას რამდენიმე დღესაც თხოვს, ალბათ მოსმენილიც გაქვთ, ბატონო ვახტანგ თქვენ. ამ საუბრიდან გამომდინარე, საზოგადოებას ბუნებრივი რჩება
იქნება შტაბ-ჭრილება და თქვენც ვერ უარყოფთ სავარაუდოდ, ალბათ გექნებათ დღეს Facebook-ში შეიხედავდით ერთხელ მაინც და წაიკითხავდით საზოგადოების ნაწილის კომენტარებს და პოსტებს და მოსაზრებებს, რომ პაატა ბურჭულაძე გვარამიასთან ან ნაციონალურ მოძრაობასთან არის ანგარიშვალდებული. აი ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ რა შტაბ-ჭრილება დაგრჩათ პირადად თქვენ მაინტერესებს, რამდენად მისაღებია თქვენთვის თქვენი ლიდერის აი ამ ტიპის პოზიცია? როგორ გითხრათ, მისაღებია მეთქი ახლა მისაღები როგორ, ანუ მე წეგან გაგეცით პასუხი იმ ნაწილზე, რომ მე არ ვიცი მეთქი ამ ორი ადამიანის ურთიერთობის შესახებ. მეორე საკითხია, რომ ბატონი პაატა იქნება თუ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი, ჩემი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში გადამეტებულად აფასებს მედიის მნიშვნელობას და მათთან საუბრისას ტონი არის, ერთი შეხედვით შეიძლება შერბილებული. მეორე საკითხი შეიძლება ეს იყოს სრულიად პრაგმატული გადაწყვეტილება, რომ ყველაზე დიდი მედია საშუალების ხელმძღვანელთან არ შესულიყო კონფლიქტში. გასაგებია. პაატა ბურჭულაძე ასევე ნიკა გვარამიასთან საუბრისას აცხადებს, რომ გესაუბრათ თქვენ, ამბობს, რომ თქვენ არიყავით ქართულ ოცნებასთან თემატურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ინფორმირებული და პარალელურად ამბობს აი ამ ტიპის ციტატას, რომ მე თვითონ გამიკვირდა, რომ ჩემთან გუნდში ეგეთი რაღაც თქვა ვიღაცამ და თუ თქვა, უნდა ჭკუაზე მოვიყვანო. ბატონო ვახტანგ, თუ დაინტერესდით რა იგულისხმა ბურჭულაძემ თანაგუნდელების და თანაგუნდელების ჭკუაზე მოყვანაში? თუ გაქვთ პასუხი, თუ მოისმინეთ? ეს ხო ეს სხვათა შორის შეიძლება უბრალოდ გაგიკვირდეთ, რომ მიუხედავად ამდენი ნებათაღელვისა, მე ამ ჩანაწერს ბოლომდე არ მოусმინე და ინგა გრიგოლიამ დღეს პირდაპირ ეთერში ზუსტად იგივე ციტატა წამიკითხა. მე მართალი გითხრათ, არა ვარ ისეთი ადამიანი, რომლის ჭკუაზე მოყვანა მარტივი საქმეა, ვისგანაც არ უნდა იყოს ეს. რატომ არ მოусმინეთ ბატონო ვახტანგ? მოკლედ ესეც მითხარით, არ გაინტერესებდათ რა საუბრობდა თქვენი პარტიის ლიდერი? რატომ არ მოусმინეთ? რა იყო ამ? მე არ მესიამოვნა, ჯერთ იყო გასაგები იყო რა მიზნით გასაჯაროვდა მსგავსი ტიპის უმრავლეს უდიდეს ნაწილს ვუსმინე. კარგით, ის თქვენი პარტიის ლიდერია და ჩვენ მაინც დავინტერესდით, იქნებ მიპასუხოთ კონკრეტულად ამ შეკითხვაზე. ჭკუაზე მოყვანას რა შეიძლება? კონკრეტულად პასუხობთ, მე როდესაც ბატონი პაატა ჩამობრძანდა ამერიკიდან, ჩვენ ზოგად დიდ თათბირზე გქონდა ამაზე საუბარი, რომ როგორ უნდა იყოს ჩვენი მესიჯები ისე ჩამოყალიბებული, რომ ჟურნალისტებს არ შეეძლოთ მათი ინტერპრეტაციის საშუალება. ანუ არ მივცეთ საშუალება ჟურნალისტებს, რომ მათ ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთონ, როგორც მათ აწყობთ. ამ თემაზე ნამდვილად გქონდა ზოგადი შეხვედრა, მაგრამ მე არ მიმიღია არანაირი საყვედური ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველასთვის ნათელი იყო, თუმცა ის ამბობს ამ ჩანაწერში, რომ თქვენ გესაუბრათ. რაიმე, ბატონო, დავასრულებ თუ შეიძლება დავასრულებ, არ ვიცი რას ამბობს, იმიტომ რომ მაშინ ამერიკაში იყო და ვერ მესაუბრებოდა, იმიტომ რომ მე საქართველოში ვიყავი და ჩემთვის არ დაურეკავს. და შესაბამისად, როდესაც ჩამოვიდა და როდესაც ჩვენ უბრალოდ ვისაუბრეთ, მისთვის უკვე ნათელი იყო, რომ მსგავსი განცხადება, რომ ქართულ ოცნებასთან სატელეფონო საუბარში ბატონო ვახტანგის აცხადებს, რომ თქვენ გესაუბრათ ტელეფონით. ვინაწილებთ? ბატონო, ვერ გავიგე. სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ თქვენ გესაუბრათ ტელეფონით და თქვენი პოზიცია მოისმინა. არა, ალბათ საუბარი ქონდა, არა, ჩვენთან არ უსაუბრია, ალბათ საუბარი ქონდა საკუთარ თანაგუნდელებს ესაუბრა, ან თქვათ რაღაც კოალიციის სხვა წევრებს, ვისაც ქონდათ ამის შესახებ მეტი ინფორმაცია. ჩვენთან საუბარი არ ყოფილა. ანუ მე იმის თქმა მინდა საბოლოოდ რომ დავასრულო ეს გაუგებრობა, რომ არასოდეს არ მიხსენებია, დიდი მადლობა, არასოდეს არ მიხსენებია, რომ პარლამენტში ვინმესთან, მათ შორის არ აქვს შეიძლება ქართული ოცნება იქნება თუ სხვასთან, სავარძლების განაწილებაზე იქნებოდა საუბარი. მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რაც თქვი, რომ თანამშრომლობას არავისთან არ გამოვრიცხავდი. თემატურ თანამშრომლობას. კი ბატონო და ჩვენ ეს ეთერშიც განაცხადეთ, როგორც თქვენ, ისე ბატონმა გიორგი პაპავა.